სტუმარი ქალბატონი ნინო მუსერიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო ამბებზე უნდა ვისაუბროთ მოკლედ დღეს. დაბადება 2000 და მეტი ისტორია. ღონისძიება ამ სახელწოდებით დღეს გაიმართება და ერთ სივრცეში გააერთიანებს რეპროდუქციული მედიცინის, მეცნიერების, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის და კულტურის მნიშვნელოვან მოვლენებს. შეჯამდება ნინო მუსერიძის საქველმოქმედო ფონდის შენთვის საქმიანობის 7 წელი და ასევე ახალი ჟურნალის N-Factor-ის ოფიციალური პრეზენტაციაც მოხდება. მოკლედ ფონდის შენთვის დამფუძნებელი და კლინიკა GGRC-ის ასევე დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე ჩვენ უკვე წარმოდგენთ ჩვენს მაყურებელს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რუსთავის დილის გადაცემის ეთერიდან დაიწყო ეს ყველაფერი ხომასია და რაღაცა უკვე 8 წელია სხვათა შორის და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის დილა მშვიდობისა ყველას და მინდა გითხრათ რომ აი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ერთი გილოცავთ ნიკოლოზობას ფანტასტიკური დღეა და მეორეც მართლაც პირველად ვიყავი დილის ეთერში ყური ბატონი სოსო მოგიკითხავთ ვიყავი სრულიად შოკში წარმოგიდგინეთ სოსომაც მოგიკითხეთ მეგონა რომ ეს არის ძალიან მარტივი და უცებ ჩამესმის დილა მშვიდობისა თქვი და ისეთი სახე მაქვს იმ ეთერში რომ ვნახე და მეგონა რომ ეხლა გავიქცევი აქედან იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ კამერას უნდა შევხედო ყურში მიყვირეს ვიღაცა და მე ბედნიერი სახით გაღიმებული გამარჯობათ მე ვილოცავ წყვილს ანუ დაფინანსება დაიწყო იქედან აი სრული 100%-იანი მაშინ და დღევანდელ დღეს უკვე 52 ბავშვია დაბადებული სრული დაფინანსებით. უღრმესი მადლობა რუსთავი 2-ს ამ ცნობადობისთვის, ამ თემებზე საუბრებისთვის, იმ ადამიანების ცხოვრებაში ესეთი ბედნიერების შეტანისთვის და ვფიქრობ რაღაც სიმბოლურია რომ ამ დღეს N-Factor-ი გამოვიდა ეს არის ჟურნალი სამედიცინო ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე და ასეთი სამედიცინო ჟურნალი რომელიც ამარტა არის ესე ვთქვათ შესაბამისად არის ძალიან მაღალი დონის აი ეს ყდა შეიქმნა მარჯიელას დიზაინერის Shine არის ესეთი მარჯიელას დიზაინერი, რომელსაც დღეს ავსტრალიაში აქვს თავისი გამოფენა, წულისგან აკეთებს სილუეტებს და ანუ ეს არის შექმნილი N-Factor-ისთვის, გააკეთა ესეთი პროფილი. ყველას ფიქრობს, რომ ეს ჩემი პროფილია, მაგრამ ნამდვილად არ არის, მე მხოლოდ ამ ჟურნალის რედაქტორი ვარ, ვინაიდან მინდა რომ თქვენ ყველამ არა მარტო მსმენელმა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელშიც იქნება, ბევრს ვისაუბრებთ ამ თემებზე, ყველას ჯანმრთელობაზე წაიკითხოთ გასაგებ ენაზე, იმიტომ რომ ხშირად ექიმები საუბრობთ სულ სხვა ენაზე. გონია ყველა ექიმს რომ ესმის პაციენტს და შესაბამისად შეიძლება ვერ გაიგოთ. ძალიან საინტერესო რამ წერია ამ ჟურნალში. ამ ჟურნალზე უნდა გითხოთ აუცილებლად თქვათ რა პერიოდულობით გამოდის და სად არის ხელმისაწვდომი. პირველი ჟურნალია, პრაქტიკულად ყველგან იქნება, ყველა სამეცნიერო დაწესებულებაში დარიგდება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არარსებული ჟურნალი, რომელშიც არის პირველი ბავშვის, იცით, დაბადება რადგან იყო პირველი ნომერი, დაბადების ანუ უშვილობას ახალი სიცოცხლის დაბადებას მიუძღვენ და აქ არის პირველი მსოფლიოს პირველი ინვიტრო ბავშვის ინტერვიუ. გულსა ბრაუნის ინვიტრო ბავშვი თუ გახსოვთ და როგორ არ მახსოვს. მე ვიცი რომ ყველა პაციენტი გახსოვთ. გონი პაციენტებისგან, მაგრამ აი ვინ არის, სად არის, რამდენი წლის არის, აი იცით რა, პირველი ბავშვი, სულ პირველად ალბათ ჯორდანიას ინსტიტუტში როცა დავიწყე მოღვაწეობა როგორც ემბრიოლოგმა, მაშინ შევქმენი და ჩემი ხელით რაც შევქმენი და ის მახსოვს ყოველთვის, უბრალოდ ყოველთვის არ ახსენებენ ხოლმე, ანუ არ უნდათ და აი პირველი ბავშვი ფონდის დაიბადა 2018 წელს ზუსტად როდესაც და კახეთში სხვათა შორის კი და არა ჩვენ მაშინ 50%-იანი დაფინანსება გვაქვს ფონდის შენთვის ესე აკეთებთ თანადაფინანსებით მაგრამ სოციალურად დაუცველებს რაღაცა შეშმ პირებს ასევე იმ ადამიანებს ვისაც ძალიან რთული გზა აქვს გამოვლილი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავეხმაროთ და აი დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ რომ ამ ჟურნალის კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი რა არის არარსებული ჟურნალი იყო ყველა ადამიანმა ყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა ამ ჟურნალისთვის დღევანდელ ივენტზე ისინი ყველა დაპატიჟებული იქნება და შესაბამისად რა არის იცით აი აქ ჩადებული ყველა თანხა მიდის ფონდში და დღეს ორ წყვილს 100%-ით დავაფინანსებთ ეს მათთვის სურპრიზი იქნება არიციან ვინ არის ეს წყვილები და აი რა გითხრათ და იცით ყველამ თქვა რომ ის აუცილებლად ხარისხიანი იქნება რადგან თქვენ ხართ და ყველა ადამიანმა არსებულ აი საქართველოს ბანკის თან დაწყებული უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ყველა იმ სპონსორს ვინც არის ამ ჟურნალში და იმისთვის რომ ისინი გვენდნენ
და იცოდნენ, რომ ხარისხიანი იქნებოდა პაციენტისთვის მნიშვნელოვანი და ეს ჟურნალი 7000 ტირაჟით გამოდის. მიზანი აქვს ყველა თემაზე, სამედიცინო თემაზე, თქვენ არა გაქვთ ესეთი ჟურნალი, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გადაშალოს წაიკითხო, რატომ უნდა ყვებოთ ბავშვი ასე, მაგალითად, ხო? აქ არის ძალიან ცნობილი ექიმების, ძალიან პრაქტიკული რჩევები, ფსიქოლოგის ბატონი ზურამ ხეიძია, მაგალითად, აი ზურაბ არახველიძე, რომელიც ვენების თავაზე საუბრობს და ვარიკოზული ვენა რა არის სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე, ნიკოლოზ არაული რობოტულ ტექნოლოგიაზე, მრავალგვერდიანია, ძალიან ლამაზია, კარგად ილუსტრირებულია, შესაბამისად ჯიჯირაჯინს უდიდესი მადლობა, მე ესეთი ფოტო გადაღება ცხოვრებაში არ მქონია, არ ვიცი, ეს სასწაული იყო, გამოცდილება, მაგრამ ძალიან სასწაული ფოტოსესია იყო. ძალიან მრავალმხრივი იყო. აქ არის პირველი ეხოსკოპი, როგორ გამოიგონეს, საერთოდ ფოტოაპარატით გადაიღეს მუცლიდან და მერე დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი ბავშვის ინტერვიუ, ასევე სოფლიოში, რაც კი უშვილობას ეხება, ყველა ასოციაციის პრეზიდენტის ინტერვიუა ამაში და აგრეთვე როგორ უნდა შევინარჩუნოთ წონა, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ლამაზად. შეეხება ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობას სრულად აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დასხდეთ სახლში და უბრალოდ საინტერესო ჟურნალი წაიკითხოთ. რაღაც ფურცლოვანი სისტემა უკვე გადავიდა, ხო, მაგრამ სოციალურ ქსელში გვექნება, აბსოლუტურად გვექნება, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ეს ჟურნალი, წაიკითხოთ, გაიყიდება ძალიან მცირე ან ნახევარი შეზღუდული რაოდენობა, თან ძალიან 10 ლარი დავადეთ მხოლოდ, იმიტომ რომ და ეს თანხაც ჩაირიცხება ფონდში. და ეცოდინება ყველას, რომ ვინც იყიდის ამ ჟურნალს, რეალურად ეხმარება უშვილო წყვილებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კი, ნამდვილად. ყველა კლინიკაში დარიგდება, ასევე ლაქშერი სასტუმროებში, აქ იქნება ასევე ჩასადები აქვს ინგლისურ ენაზე, ვინც დაუშვათ სტუმრები არის საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტია, შესაბამისად შეუძლია ასე გაიცნოთ. ალბათ ნინო, მე იცით რა მაინტერესებს, აი რას ნიშნავს და როგორია ექიმის პროფესიული ხედვა, როდესაც მედიცინას ცდება თქვენი საქმიანობა და ეს ემსახურება ოცნებების ახდენას. ეს არის ჩემი ბედნიერება. ასე ვთვლი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რომ ავდექი და წამოვედი ეთერში, მე ყოველ დილას პრაქტიკულად მაქვს წერილი, რომ დიდი მადლობა ბედნიერებისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახში დღეს ბავშვია და დღევანდელ დღეს წარმოიდგინეთ თქვენი პირველი ეთერი რო იყო, მაშინ ვინც კი დავაფინანსეთ, ვინც გამოვაცხადეთ, ბოლომდე მივყავით აბსოლუტურად ყველა შვილი ყავს. და მინდა გითხრათ, რომ დღეს მე 2000 ბავშვზე ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, რომ კიდე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადება ჩვენი დახმარებით და კი, აუცილებლად და იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო უკვე ჩაერთო 2 წელია ამაში. ბათუმის ჯანდაცვა ფინანსებს უნაყოფო წყვილებს, სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს და ესე იგი ვისაც რაღაც ქულები აქვს შესაძლებლობა და შეშმოპირებს და მე ვფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგება ის დღე და ჩემი აი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ ადამიანებს დაეხმარება სახელმწიფო, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ მე მგონი დარჩენილი, ვისაც არ აქვს პროგრამა უფასო, ან იმიტომ განაყოფიერებაში რაღაცა სახით მაინც რო დაეხმაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება უდიდესი ჩვენი დემოგრაფიისთვის, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დახმარება და ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ შეუძლია. არის ასე ვთქვათ, შეცვლილი ხომ ასეა, როგორც ვიცი, აი უცხოელი წყვილები თუ მომართავენ ეს. უცხოელმა წყვილმა ყველა მიცის, რომ მათი შვილი რო იბადება, ერთი ქართველი ბავშვის დაბადებას უწყობს ხელს ამაში და აი უაღრესად ბედნიერი ვარ ჩვენი სოციალური ვალდებულებით. ხანდახან წერენ ხოლმე, რომ რატომ უნდა იყოს ექიმის მომსახურება უფასო. იცით რა, უფასო ექიმი არასდროს არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სოციალური ვალდებულებით, აი ის უფასოდ რო ემსახურება ის ექიმი ჩვენს კლინიკაში მაგალითად პროგრამას არა ექიმი არ არის უფასო, პაციენტისთვის არის მისი კონსულტაცია უფასო, ეს არის კლინიკისთვის, ანუ უფასო იქიდან ფასიანი, მაგრამ პაციენტი ამაში რაღაცას არ იხდის. აქედან გამომდინარე, აი სოციალური ვალდებულებები, ყველა ბიზნეს თუ ექნება, ყველა ბიზნესი თუ განსაზღვროს და დაეხმარა, ნამდვილად ვერ დაავალდებულებ ბიზნესს, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არსებობდეს ესეთი პირველადი რგოლი, რომ მიხვალ შეიძლება ჩემთვისაც უფასო იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს ფასიანი გესმით, რომ ძალიან ბევრი პროგრამაა დღევანდელ დღეს ონკოლოგიაში, ბავშვთა ონკოლოგიაში და ეს ყველაფერი ფონდებიდან დაიწყო.
მაშინ ფონდები აფინანსებდნენ, დღეს სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დამოკიდებულებაც იცვლება და ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ანუ აი ზუსტად მაშინ 8 წლის წინ თუ ამაზე არავინ არ საუბრობდა და სტიგმა იყო, დღეს ვსაუბრობთ ამაზე. ვსაუბრობთ სოციალურ ქსელში, ვსაუბრობთ ტელევიზიის საშუალებით, თქვენი დახმარებით. უაღრესად სწრაფად მოდის უკვე წყვილი და არ მოდის 48-50 წლის ასაკში, რომ 30 წელი გამოიარა, იცის რომ 2 წლის მერე უნდა მიმართოს. ეს არაფერი კატასტროფა არ არის, არაფერი ხელოვნური არ არის და მნიშვნელოვანია, მოგვარებადია. ანუ იმას ბავშვი თუ ინვიტრო განაყოფიერებით იყო დაავადებული, ამას ოჯახები მალავდნენ და დღეს უკვე ესეც აღარ არსებობს და ისინი სიამოვნებით მოდიან ხოლმე სტუმრად გადაცემებში. აი მინდა გითხრათ, რომ ის სხვებისთვის იმხელა სტიმულია. გადაცემაში მოდის ალბათ 10%. და ეს ადამიანები, ვინც მოდიან, მადლიერების გზნობით მოდიან მართლა. ეს არის ის ადამიანები, აი მე ხშირად ყავს ეთერში პაციენტი, მაგრამ ეს არ არის პაციენტი, ჩვეულებრივი პაციენტი, რომელიც დაუშვათ მოდის და იხდის, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი. აი პირველ ბავშვსაც ვერ ვახსენებ, ხო იცით და საქართველოში დაბადებული პირველი ბავშვის უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე გამოცხადა ოფიციალურად 2001 წელს, მაგრამ არ თქვა ამ ოჯახმა და შესაბამისად ვერ აცხადებენ. გესმით? ანუ მაინც მალავენ და არის ეს სტიგმა, მაინც არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები. და თქვენ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი ღონისძიებაც ამის მაგალითი იქნება. კი, ამის მაგალითი იქნება. თავს მოიყრია, ხო? არაერთი ადამიანი მოიყრის თავს. ძალიან ბევრი ექიმი, ძალიან ბევრი სპონსორი. უდიდესი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასეთი ჟურნალი დღეს იარსებებს და მე ვფიქრობ, რომ ის გამოვა წელიწადში დღეს ახლა ორჯერ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ესე ხშირად, იანვარში გამოვა მეორე, დავუშვათ და მე 4ჯერ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ის ძალიან საინტერესო იქნება. მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად მოვიცვა ადამიანის ჯანმრთელობის ყველა ასპექტი. რაც საინტერესოა უბრალოდ და წაიკითხავთ და აუცილებლად გაიგებთ ყველა სიახლეს, რაც კი მედიცინაში არის. წარმატებული. გისურვებთ იმას, რომ ძალიან მოთხოვნადი იყოს თქვენი ჟურნალი. ძალიან დიდი მადლობა და ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნება.